სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. გახსოვთ ჩვენ დიდ მარხვაში წმინდა ისააკ ასურის სიტყვებს ვკითხულობდით, ამონარიდებს მისი სიტყვებიდან ძალისაებრ განმარტავდით. რადგან ახლა მარხვარი ფიქრობ პერიოდულად გავაგრძელოთ, სადაც გავჩერდით ჩვენ მეხუთე სიტყვამდე გარკვეული ამონარიდები განმარტეთ. მეხუთე სიტყვაში ასეთ რამებს ვკითხულობთ. შეიძლება თარგმანი არ იყოს, იმიტომ რომ აუცილებლად თარგმნილი მე და შეიძლება არ იყოს თლათ ესეთი კარგი, მაგრამ თავარი აზრი გამოვიტანოთ. ბევრი ნიუანსი აქვს ესეთი, რომელიც უშუალოდ მონაზვნებს ეხებათ, მაგრამ არა არსობრივად. არსობრივად ეს ყველაფერი გვეხება ჩვენ. მონაზვნებს ეხებათ რაოდენობრივი მაჩვენებლით. ანუ ჩვენ და მონაზვნები განსხვავდებით ცხოვრების წესის რაოდენობრივი მაჩვენებლით და არა არსობრივი. ამიტომ აქაც ჭირდება ადამიანს გონიერება, სიბრძნე, რომ როგორ გამოიყენოს ის ნაწერები, რომელიც მონაზვნის მიერ, დიდი ასკეტი მამის მიერ მონაზვნებისთვის არის დაწერილი კონკრეტულად, თუმცა მას აქვს ყველა ქრისტიანისათვის ეს ნაწერები ძალიან მნიშვნელოვანი. სოფელში მყოფთ, ახლა ამ შემთხვევაში ჩვენ სოფელში ვართ, გასაგებია. და ამ სოფელში მიმყოფებით, მაგრამ აქ იგულისხმება ის, რომ ჩვენ ეკლესიის წევრნი პირდაპირ გაგებით არა ვართ ამ სოფლის მკვიდრნი, არამედ ზეცის მოქალაქენი ვართ. ანუ ჩვენში ეს პროცესია დაწყებული. ერის ადამიანიც არის სამღვდელო იერარქიის მეოთხე საფეხური. უმაღლესი არის ეპისკოპოსი, შემდეგ მღვდელი, დიაკონი და ასევე ეკლესიის წევრი, სამღვდელო იერარქიის წევრია, როგორც პეტრე მოციქული ამბობს, სამღვდელო დასია თითოეული ქრისტიანი. რამე თუ გონებით გულში ის მუდამ უსისხომ მსხვერპლს შეწირავს, ანუ ღვთისმსახურებას ეწევა საკუთარ თავში, როგორც ტაძარში და ჩვენ ტაძარნი ვართ ღვთისა. ამიტომ ჩვენ პირდაპირ გაგებით ამ სოფელში მაცხოვრებლები ვართ ფიზიკურად, მაგრამ ის როგორც მონაზონი შეიძლება გამოვიდეს გარეთ, მაგრამ არსობრივად ჩვენ ამ სოფელს აღარ ვეკუთვნით. რამდენად ვახერხებთ ამის გააზრებას, ეს ვასაკითხია. მაგრამ ფიზიკურად ვართ და სოფელში მყოფთ, რომლებსაც მჭიდრო კავშირი აქვთ მიწიერ ადამიანებთან და ჩვენ გვაქვს მიწიერ ადამიანებთან კავშირი. ამიტომ არ შეუვლიათ გონების განწმენდა. ხედავთ, აი ჩვენ ხშირად გვაქვს ხოლმე პრობლემა, რომ ჩვენი გონება როგორ დაუმორჩილებელია. მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი ამისი არის ის, რომ მუდამ შეხება გვაქვს ამ სოფლის სულთან. ეს ფარხმალს კი არ გვაყრევინებს, ესე იგი რა გამოდის, მაშინ მოდი არაფერს აღარ გავაკეთებ, შედეგი არ ექნება. პირიქით, მეტად მობილიზებულს გვხდის, იმიტომ რომ ჩვენიდან მუდამ ხდება გადინება იმ მადლისა, რომელსაც ჩვენ აქ ვიღებთ. მუდამ ხდება კვლავ დაბინძურება იმ გონებისა, რომელიც საღვთო მადლით, ღვთისწყალობით და ცოტა ჩვენი შრომითაც რაღაც განიწმინდება, მაგრამ ისევ ბინძურდება. ანუ მუდმივი პროცესი არის დაბინძურებისა, მადლის გადინებისა ჩვენგან და ამიტომ მუდმივად უნდა ვშრომობდეთ, მუდმივად ღვიძარებაში უნდა ვიმყოფებოდეთ. სხვაგვარად ჩვენ გაგვიჭირდება, იმიტომ რომ ჩვენ არ ძალუძ გონების გაწმენდა, იმიტომ რომ მრავალი ბოროტება შეიცნეს. ჩართავ ერთ smartphones და დამთავრდა რა. იმდენი რაღაცა იღვრება იქიდან, საკმარისია. ხოლოდ მცირედი თუ მოახერხებს დაუბრუნდეს გონების სიწმინდეს. მე მინდა ვიყო ამ მცირედში. იმედია თქვენც გინდათ. იმიტომ რომ ჩვენ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა დაავადებულიყავით, ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა ღმერთი შეგვეცნო, ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა გადარჩენისა და ეს მე მეორედ აღარ განმეორდება. მაგრამ ჩვენ ვახერხებთ, რომ თან ქრისტიანის სახელი გვერქვას, თან არ დავიხარჯოთ, არ დავიღალოთ და გგონია, რომ თუ ეს რბილად ვიცხოვრებთ გონებისა და გულის განწმენდის გარეშე, ღმერთს ვიხილავთ, მაგრამ გავიწყდება ნეტარიყვნენ წმინდანი გულით, არამედ თუ მათ ღმერთი იხილო. ვერ ვიხილავთ ღმერთს. თუ გული არ განიწმინდება, გული გონება ამ შემთხვევაში სინონიმებია. და ღმერთის უხილველობა არის ჯოჯოხეთი, იმიტომ რომ მარადიული სიცოცხლე არის ღმერთის ხილვა, ღმერთის შეცნობა, ღმერთთან ურთიერთობა. რა არის მარადიული სიცოცხლე? ვიცნობდეთ ღმერთს, ანუ გქონდეს მასთან ურთიერთობა, თავად უფალი განმარტავს ას. ამიტომ ყოველი ადამიანი დიდი სიფრთხილით უნდა იცავდეს საკუთარ გრძნობებს და გონებას, რომ ბოროტებას არ ეზიაროს. ადამიანი შეიძლება ცოდვას არ ჩადიოდეს და ნახავს რაღაცა სიბინძურეს ინტერნეტში და მე ჩავდის ცოდვას, გონება ემღრება, ან აგრესია შემოდის, ან სიძულვილი, განკითხვაზე აღარაფერს აღარ ვლაპარაკობ. ამიტომ უნდა ფრთხილად ვიყოთ, ფრთხილად. ბევრი სიფხიზლე, მღვიძარება და წინდახედულება ესაჭიროება ქრისტიანს. ბევრი სიფხიზლე, მღვიძარება
და წინდახედულობა. ადამიანის ბუნებას, დაცემულ ბუნებას, რომელიც ჩვენ გვაქვს. ღმრთის მორჩილების საზღვრებიდან რომ არ გადავიდეს და არა და ღვთის მორჩილების საზღვრებში, მუდამ აი გახსოვთ ისააკასურის ერთ-ერთი სიტყვები გითხარით ამას წინათ, რომ ყოველი ნაბიჯი უნდა აკონტროლოს ადამიანმა. ყოველი სიტყვა, ყოველი ნაბიჯი რას ნიშნავს? ფიზიკური ნაბიჯს კი არ გულისხმობს მაინდა-მაინც. ანუ ჩემი ქმედება, ჩემი გადაწყვეტილებები, სიტყვა, ჩვენ ხო პატივს აღარ ავცემთ საკუთარ სიტყვას, ეს ნიშნავს, რომ პატივს არ მივაგებთ საკუთარ თავს. ასას გვინდა იმას ვლაპარაკობ. უფალი კიდე გვაფრთხილებს, ყოველი უქმის სიტყვისათვის პასუხს აგებ. აღარ ვლაპარაკობ სიტყვა, რომელიც შეიცავს სიცრუეს, გარყვნილებას, ტყუილს, უსამართლობას, ცბიერებას, არაკაცობას, რა ვიცი, 1000 რამე, სიბილწეს, კრეხელობას, გარყვნილებას, საცდურს და ქვეყნის უსიყვარულობას. კიდე ვიმეორებ, უქმის სიტყვისათვის პასუხს აგებო და ეს რაც ჩამოვთვალე, ეს ხო კატასტროფა. და რატომ? რა არის სიტყვა, კაცო, თქვი და დიდი ამბავი. არა, სიტყვა სულის ენერგია, სიტყვა არის განივთებული სული, ანუ უბრალოდ სულის ლუსტრაცია ხდება, სულის მდგომარეობა იშიფრება, მჟღავნდება სიტყვაში. არ გქონდა თვალი ამჟღავნებს, თვალი ამჟღავნებს ადამიანის შინაგან სამყაროს, თუ ეხლა თვალად დახვეწილი აფერისტი არ არის, ძალიან ადვილად იყიდება ადამიანი, ის ბრისხანება ჩანს, ბოროტება ჩანს, სიკეთე ჩანს, სიყვარული ჩანს, სიძულვილი ჩანს თვალ. აი ესია სიტყვაში. ღვთის მორჩილების საზღვრიდან რომ არ გავიდეს ადამიანი, რა ესაჭიროება? შიში ესაჭიროება. ღმერთი რო არ დავკარგოთ. ღვთისადმი სიყვარული ეს პირველი შიშია. მე ახლა ღვთისადმი სიყვარულზე საუბრობს. ღვთისადმი სიყვარული ადამიანს ღვთის სათნოებათა აღსრულების სიყვარულისკენ უბიძგებს. აი როცა ადამიანი ამბობს, რომ მე მიყვარს ღმერთი და თუ გიყვარს ღმერთი, მაშინ ღვთის სათნოება რა არის ღვთის სათნოება? ეს არის მცნებები. აი კონცენტრირებულია ხოლმე ახალმოსულს ვეუბნებით მათეს სახარების მე-5, მე-7, მე-5, მე-6, მე-7 თავი. ნახეთ, ეს უკაცრავად და სტაჟიან ქრისტიანებსაც არ გვაწყეს, იმიტომ რომ ჩვენ ხო ამას ვივიწყებთ, ამას ხო მუდმივი გამეორება ჭირდება. ნახეთ რა სიტყვავს ჩვენგან უფალი. ეს არის სათნოებანი და თუ ქრისტე გიყვარს, მაშინ შენ უნდა ეცადო, რომ ნახეთ როგორ ამბობს. სათნოებათა აღსრულების სიყვარული. ანუ ღმერთი მიყვარს, ეს აბსტრაქციაა. თუ ის სათნოებანი, რომელიც ცნებების სახით მოგცა ქრისტემ, მე თუ იმის აღსრულების სიყვარული არ მიყვარს. ანუ მე მიყვარს, რომ აღვასრულო ღვთის ცნებები. და რა უცნაური, რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ღვთის ცნებების აღსრულება, ანუ ღვთის სათნოების მიხედვით ცხოვრება ძნელია. და თუ არ მიყვარს, ვერ ვაკეთებ. მარხვა ძნელია, ლოცვა ძნელია, გონებისმიერი ლოცვა, ანუ ისიქასური პრაქტიკა ძნელია, წირვაზე დგომა ძნელია, მოყვას რომ აპატიო ძნელია, არ განიკითხო ძნელია და ასე შემდეგ, სიკეთე გაუკეთო აქტიურად ძნელია, გიყვარდეს ადამიანი ძნელია. და არ აკეთებ თუ ეს არ გიყვარს, ეს ამ საქმების კეთება თუ არ გიყვარს, მაშინ არც ქრისტე არ გიყვარს. აი თუ სპორტსმენს არ უყვარს ვარჯიში, ის შედეგებს ვერ დადებს. სპორტსმენს უნდა უყვარდეს არა შედეგი, და შედეგიც უნდა უყვარდეს, რომ უნდოდეს რომ გაიმარჯვოს, მაგრამ თუ ვარჯიში არ უყვარს, ვარჯიშის პროცესი თუ არ უყვარს, შედეგზეც ვერ მიიღებს. ხოლო სულიერი ხედვა და ჩვენ ყველას გვაკლია და ცოდნა ასევე. ქრისტიანობაში თეორიული ცოდნა არაფერს ნიშნავს. ეს ცოდნა მისტიკასთან კავშირში თუ არ არის, არაფერს ნიშნავს. სულიერი ხედვაც ეს არის, სულიერი ხედვა, იმიტომ რომ ჩვენ ხორციელი თვალით ვიყურებით და არ ვიცით რა გავაკეთოთ. და სულიერი ხედვა და ცოდნა სათნოებათა აღსრულებას ბუნებრივად ზდევს. და აი სად ხდება ადამიანს სულიერი თვალი? სად ხდება ბრძენი, ანუ ცოდნა სად ეძლევა? როდესაც სათნოებას აღასრულებს და ნახე როგორ ამბობს. ბუნებრივად ზდევს. ანუ თუ ადამიანი ქრისტეს ერთგულებით ცხოვრებას ცდილობს, ნელ-ნელა დროთა განმავლობაში ადამიანს სულიერი თვალი ეხილება. ადამიანი ბრძენი ხდება. გესმით? ნელ-ნელა ხდება ეს. ყოველივე ამის, ანუ სათნოება და ცოდნაზე საუბრობს. ყოველივე ამის წინ, ანუ სათნოებისა და ცოდნის წინ კი ღვთის შიში და სიყვარულია, თუმცა სიყვარულს წინ შიში უსწრებს. კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს, რომ აი ეს ილუზია რო აქვს ადამიანს, რომ გონია რომ ღმერთი უყვარს, კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს, რომ ჯერ შიში იმისა, რომ აი ხო მე არ ვიცი რა იქნება ჩემ თავს, მე რო ახლა გარდავიცვალო. გესმით? ეს ბუნებრივია, რომ მობილიზებას მიკეთებს. მე არ მინდა რომ სიკვდილის კი არ მეშინია, მე არ მინდა რომ ღმერთი დავკარგო. არ მინდა.
მაგრამ ჩემ ამ პარტავან თავს რო უყურებ და პატივ მოყარეს, რა თქმა უნდა მეშინია. და ეს შიში გაძლევს საშუალებას რომ და мотивაციას ძლიერს რომ უფრო მეტად და მეტად უერთგულო უფალს. მკვდარი იყავი ამ სოფლისათვის, რათა ნახეთ რა საოცარ სიტყვებს ამბობს. მკვდარი გასაგებია, მონაზონივით მკვდარი ერისკაცი ვერ იქნება. მაგრამ გული მხოლოდ ღმერთისთვის თუ გააქვს, ხელებმა აკეთონ ამ ქვეყნიური საქმეები. ქირურგმა ოპერაციები აკეთოს, ფრინავმა იფრინოს, ბიზნესმენმა საქმეები აკეთოს და მე სიკეთეც აკეთოს ბიზნესმენმა მარტო საქმეები არ აკეთოს. საქსიკეთე თუ უნდა რომ ეს საქმეები შეერგოს და ის აკლემი არ იყოს, რომელიც ნემსის ხვრელში ვერ გაძორება. ესეც გაითვალისწინოს. ყველაფერი ხელებით ყველაფრის სიკეთის კეთება შეიძლება, მაგრამ გული მხოლოდ ქრისტესთვის. მხოლოდ ქრისტესთვის. და ესეთი ადამიანი მკვდარია ამ სოფლისათვის. თუ გული და მკვდარი რას ნიშნავს? მკვდარი იყავი ამ სოფლისათვის, რათა სიკვდილის მერე იცოცხლო. იმიტომ რომ სიკვდილი ვერაფერს ვერ წაგართმევს. სიკვდილი ართმევს იმას, ვისაც აქ, მხოლოდ აქ აქვს და სხვაგან არაფერი არ აქვს. ხოლო თუ ადამიანი მარადისობისათვის ცოცხლობს, აქ თუ არაფერი არ აქვს, გულში სიკვდილი მას ვერაფერს ვერ ართმევს. ესე იგი, მკვდარი იყავი ამ სოფლისათვის, რათა სიკვდილის მერე იცოცხლო. იმისთვის გადადე თავი, რომ მესმის, რომ ვიღაცას თქვენ შეიძლება თუ აქ ახალმოსული დგას ვინმე შეეშინდეს, გესმით? შეეშინდეს და რა ვიცი, აბა ჯობი აქ შეგეშინდეს, ვიდრე მერე შეგეშინდეს. ამიტომ ეს სიტყვები მკაცრად შეიძლება მოეჩვენოს ადამიანს, მაგრამ სინამდვილეში ეს სიტყვები მკაცრი კი არ არის, ეს სიტყვები ცეცხლია. ღმერთი ეგეთია. აბა ღმერთი როგორი შეიძლება იყოს? გულგრილი, უნდილი, მოშვებული, ისე რა, სხვანა, ესე იგი, გაუგებრობა, აბსტრაქცია, როგორც მე მინდა ეგრე. ღმერთი ეგეთ შეიძლება იყოს. ღმერთი ცეცხლია და იმის იქით არის კიდე. ამ ხელა სამყარო შექმნა და შენ თავისნაირი გაგხადა და შენთვის მე მოკვდა ისე უყვარხარ და როგორ შეიძლება რომ ღმერთის სიტყვა ცეცხლი არ იყოს? და ის ცეცხლია. ნახეთ როგორ ამბობს. იმისათვის გადადე თავი რომ ღვაწლში მოკვდე და თუ არ მოკვდე ღვაწლში და მე აგზელებს. ღვაწლში მოკვდე და არა უდარდელობით იცხოვრო. ნახე, აი ანტინომია, ომონიმი, რავი, რას გადაარქვით, აი საპრიწონეთ რადევს. ან ღვაწლში სიკვდილი, ან უდარდელობით ცხოვრება. ლუარსაბ თათქარიძე. რა არის უდარდელობით სიცოცხლე? აი რო გონია, რომ აი თქვა ჭამს, ვავ, გძინავს, არაფერი მაინდა-მაინც არ გაწუხებს, პერსპექტივები გაქვს და გონია, რომ სულ ეგრე იქნება. და სულ ეგრე არ იქნება. არ იქნება სულ ეგრე. და ის დრო, როცა სულ ეგრე არ იქნება, ძალიან მალე დადგება თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. ამიტომ ეს არის უდარდელი, ან ღვაწლში. რამე თუ არა მხოლოდ ისინი არიან მოწამენი, რომლებიც ქრისტეს სარწმუნოებისათვის ეწამნენ და მოკვდნენ, არამედ ისინიც, რომლებიც ქრისტეს მცნებების აღსრულებისათვის კვდებიან ყოველდღიურად. მოწამობის ერთ-ერთი ფორმა არის აი ეგ, მის მაგალითად სახში წახვიდეთ, გეძინოთ, ხართ აქ. ესეც მოწამობის ერთ-ერთი ფორმაა. მაგრამ მოწამების ფორმა შეიძლება ერთ-ერთი იყოს ის, ვისაც პატარა ბავშვი ყავს, ვინც უძულრებაშია, ვინც რაღაც განსაკუთრებულია, ეზიარება გავარდება უცებ. მაგრამ მოწამების ფორმა ისიც არის, რომელიც ცოტა ხანი კიდე მოითმეს ერთ საათს კიდე და ბოლომდე იქნება, წირვის ბოლომდე და არ წავა, ნაადრევად არ ეზიარება და არ წავა. ესეც მოწამების ფორმაა. ასეთ ადამიანებში, რომლებსაც ობიექტური მიზეზის გამო არ შეუძლიათ ბოლომდე დარჩენა და ქადაგების მოსმენა და ასეთი ადამიანები თუ მიდიან, ეს პრობლემა არ არის, მაგრამ თუ იქ ვიღაცა ისეთი ერევა, რომ მოდი რა, ეხლა დავიღალე და მერე მოусმენდა რა. მაგრამ ამ გულს ღმერთი კითხულობს, ჩვენ ხო არ ვიცით. ანუ მოწამეობრიობა ეს არის, როგორ გითხრათ, პატიოსნად და ღირსებით ცხოვრება ქრისტეს წინაშე, როცა შენი მაკონტროლებელი არავინ არ არის გარდა საკუთარი სინდისის. კიდე ესეთი სიტყვები მოსდევს, ისაა კასურია. ეს ხო მამა თეოდორე არ არის. ისაა კასურია. ნუ მოიქცევი სულელურად. როდესაც შენ სათხოვარს აღავლენ. მსგავსი რაღაცები ჩვენ ხშირად გვითხოვს, იმიტომ რომ არ შეიძლება ამ თემებზე არ ვისაუბრო, მაგრამ ეხლა უბრალოდ ციტირება რო ხდება, ეს განსაკუთრებული ჩემი აზრით ძალის მატარებელია. ნუ მოიქცევი სულელურად, როცა შენ სათხოვარს აღავლენ, ანუ როცა ლოცულობ, რათა შენი უგუნურობით ღმერთი არ შეურაცხო. ლოცვის დროს ბრძენი იყავი და მე ერთი მაგალითი მოყავს. ბანალური, მაგრამ რატომაც არა, წავიკითხოთ. დიდი წმინდანი საუბრობს.
ვინც მეფისაგან უმნიშვნელოს მოითხოვს, მის ღირსებას შეურაცხყოფს, ანუ მეფის ღირსებას შეურაცხყოფს. და მე მაგალითი მოყავს ბიბლიიდან ისრაელმა ნაკლებ მნიშვნელოვანი მოითხოვა და ღვთის რისხვა დაიმსახურა. ბიბლია ვისაც წაკითხული გაქვთ, ნახავთ, რომ ითხოვენ ხორცს და დაისჯებიან ამის გამო. უდაბნოში. უგულებელს ხო ღმერთის დიადი საქმენი. რები ზღვა გააპო კაცო შუაზე. ეცადო ზღვა არის და უცებ გაიხსნა ზღვა და წავიდნენ. კედლებად აღიმართა ეს წყალი. და გაიარეს და დაიხურა. მარტო ამას რო ნახავ, ხო? ღმერთი რო შენთან არის და ასეთ რამეს რო ავლენს. და ამიტომ ამბობს ახლა ისააკ ასური, რომ უგულებელს ხო ღვთის დიადი საქმენი, საშინელი ნიშებით განცვიფრება, ნიშანი, საშინელი ნიშნები ნახა. მარტო ეს ხო არა, რამდენი ნიშანი და უგულებელს ხო საშინელი ნიშნებით განცვიფრება. ხო უნდა გაოცდე, ხო უნდა გაოგნდე, როგორ უნდა დაგავიწყდეს და უარყო. ვა, რა მაგარი. გენიალურად აქვს აღწერილი ბულგაკოვს ოსტატი და მარგარიტაში. ვისაც წაკითხული არა გაქვთ, საინტერესო ნაწარმოებია. საბჭოთა კავშირში დაწერილი გაქანებული ათეიზმის პერიოდში. ეშმაკი მოდის. თავისი პატარა ეშმაკუნებით, სატანა მოდის თავისი ეშმაკუნებით და იმდენად ათეისტურია საზოგადოება, რომ რაღაც ეშმაკი საშინელებებს ჩადის სცენაზე და ამათ ფოკუსი გონია და ესე იგი ოდნავაც არ უტოქტება ჩინაგანად რაღაცა და აი გონიათ რომ ფოკუსია და აი კლასი ამბობენ და ამბობს თავი მოაძრო ვიღაცა კატა მოაძრო თავი გააგორა ის თავი და რაღაც საშინელებს. ანუ ათეისტი ადამიანი საერთოდ ბრმა არის, ვერ ხედავს ვერაფერს. დაახლოებით ესეთი რამეა რა. დავიწყდა რომ ღმერთმა ესეთი რეალურ ცხოვრებაში ძალიან ბევრჯერ ხდება რომ ადამიანს ღმერთი რაღაც საოცრებას მოუხდენს და მეორე წუთში ავიწყდება და აღარ ახსოვს. რამდენიც გინდა ასეთი მაგალითი გქონია ჩვენ ცხოვრებაში. და ესე იგი, საშინელი ნიშნებით განცვიფრება უარყო და მას გემოთმეყვარეობის ვნების დაკმაყოფილებას თხოვდა. ასეთ ღმერთს თხოვდა, რომ ხორცი მინდა, ყოველდღე მანანა მოდიოდა და რისი გემოც გინდა, იმ გემოს გაძლევდა ის მანანა. ღმერთს მისი დიდების შესაბამისი თხოვნა მიუძღვენი, რომ მის წინაშე განდიდდეს შენი ღირსება. რა არის შენი ღირსება? უნდა მიხვდე ღმერთს რომ ელაპარაკები, უნდა მიხვდე რაზე ელაპარაკო. ამიტომაც არის რომ ახალ მოსულებს განსაკუთრებულად ეხება. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუმცა ბევრი ამას არ ისმენს. ახალ მოსულ ადამიანებს, რომლებმაც იესოს ლოცვა შეიყვარეს, მადლობა ღმერთს, საკუთარი სიტყვებით ლოცვაც უყვართ, მადლობა ღმერთს. მაგრამ ვისაც არ აქვს გამოცდილება ტექსტუალური ლოცვებით ლოცვისა. როდესაც ეკლესია გაძლევს ნიმუშს ღმერთს როგორ ელაპარაკო, ასეთი თუ ეს გამოცდილება ადამიანმა არ შეიძინა ეკლესიაში, ასეთი ადამიანის ღმერთთან ურთიერთობის ენა არის ღარიბი და არ იცის ღმერთს სინამდვილეში რაზე ელაპარაკოს. და შესაბამისად, მისი წარდგომა ღვთის წინაშე ღირსეული არ არის. და რას ნიშნავს ღირსეულად წარდგომა ღვთის წინაშე? შენ მას შვილობას თხოვ. შენ მას მისი ნების საიდუმლოების გამჟღავნებას და იმ ნებით ცხოვრებას თხოვ. შენ მას მისი სამეფოს შენ გულში დამკვიდრებას თხოვ. გესმით? შენ მას ქრისტეს დარის სათნოებებით ცხოვრებას თხოვ. აი ეს არის ღირსებით ცხოვრება, რაც ადამიანს თავისთავად არ შეუძლია. ანუ შენ ისეთ რამეს თხოვ, რაც შენ ღმერთთან გაგხდის, ღვთისშვილად გაგხდის, ღმერთის დიდებაში აგიყვანს. აი ეს არის ღირსებით წარდგომა ღვთის წინაშე. და როცა შენ ეს არ იცი, როცა შენ ამის გამოცდილება არ აგაგ და არ სწავლობ ეკლესიისგან, მაშინ შენი ღირსება ვერ განდიდება და უნდა თუ შესაბამისი თხოვნა იქნება განდიდება შენი ღირსება და ნახეთ რას ამბობს, რათა იხაროს მან შენით, ღმერთი ამ დროს ხარობს შენით, მან დაინახა, ღმერთი ხედავს, რომ შენ ტყუილ უბრალოდ არ შეგქმნა, იმიტომ რომ შენ იმ გზას დაადექი, რისთვისაც შეგქმნა და სამყარო შეგიქმნა შენ. აი ამას რო ხედავს, რა თქმა უნდა ღმერთს აქვს სიხარული. ნუ ადამიანურად არის აღწერილი ეს ღმერთის სიხარული, როგორ ჩვენ არ ვიცით ეს რას ნიშნავს. ადამიანური სიხარულიც კი არ ვიცით ბოლომდე რას ნიშნავს. მაგრამ აი ეს ადამიანურად აგვიწერს ისააკ ასური. მეფეს რომ ვინმე უკაცრავად ესე წერია. მეფეს რომ ვინმე ცოტაოდენი ნეხვის თხოვოს, უკაცრავად. არა მარტო საკუთარ თავს დააკლებს მრავალ სიკეთეს, ვითარცა უგუნური, არამედ მეფესაც შეურაცხყოფს. ნუ სოფელში ნეხვით საჭიროა, ხო? სასუქია, მაგრამ აი წარმოიდგინე ახლა. სწორედ ამგვარად იქცევა ის, ვინც
მიწიერ სიკეთეებს სთხოვს ლოცვებში. აჰა. მიწიერ სიკეთეებს სთხოვს ლოცვებში, ეს არის ნეხვის მთხოველი. ასე ამბობს ისააკასო. ნუ მოსთხოვ ღმერთს იმას, რასაც თავად სახიერი განმგებლობიდან გამომდინარე თხოვნის გარეშეც არა მხოლოდ მისიანებს და საყვარელ შვილებს გვაძლევს, არამედ მის არმცნობელ უცხოებსაც ყველას აძლევს. მზე ანათებს ბოროტი და კეთილი კაცის ყანას ერთნაირას და ასე შემდეგ. ჩიტებს აძლევს, ყველას აძლევს. მხოლოდ ჩვენ უძლურების გამო გვამცნო ღმერთმა თხოვა არსობის პურისა. პური ჩვენი არსობისა მომავალში მისი მისტიკური განმარტება ზიარებაა, მაგრამ მიწიერი განმარტებითაც განმარტავენ, რომ ყოველ დღე რომ მე ესე იგი და ეს არის ჩვენი უძლურების გამო. და ჩვენი უძლურების გამო ხშირად ჩვენც შეიძლება ვთხოვოთ რაღაცა მხოლოდ, მაგრამ ეს არის სარწმუნოებრივი უძლურება და სისუსტე. როდესაც გგონია, რომ შენ თუ არ თხოვე, ღმერთი დაგიკავებს. და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი. შენი ლოცვა შენსავე ცხოვრებას უნდა შეესაბამებოდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ლოცვაში რასაც ამბობ, იმის შესაბამისად ცხოვრებას უნდა ცდილობდე. შენი ლოცვა შენსავე ცხოვრებას უნდა შეესაბამებოდეს, რამე თუ მიწაზე მიჯაჭვულს ზეციერის მოთხოვნის ძალები არ გააჩნია. ვინც ამ სოფლივრითაა დაკავებული, ღვთაებრივის მოთხოვნა არ ძალუძს. თითოეული სურვილი მათივე საქმეებით ვლინდება. და აბა თუ ადამიანი კითხულობს მაინც ამ დიდებულ ლოცვებს, მე რო კითხულობს, არაფერიც არ ესმის. მაგის მეტი რა ვიცით ახლა უღდლებმა. აი ადამიანი 30 წელი ეკლესიაშია, 30 წელი, 20 წელი ეკლესიაშია. და ეკითხები, მოვედინს უფევა შენი რას ნიშნავს? რას თხოვ ღმერთს? არ იცის. მამაო ჩვენოში ეს და ახლა რამდენი ლოცვებია კიდე? ანუ 30 წელი, 20 წელი ადამიანი ამბობს მოვედინს უფევა შენი და არ იცის ეს რა არის. ესე იგი რას ნიშნავს ეს? შეიძლება ილაპარაკო რა და არაფერი არ იცოდე. თუთიყუშები რო სწავლობენ იმას ლოცვებს. ზურგს ნუ შეაქცევ მწუხარებებს, განსაცდელები გვაქვს ყველა ქრისტიანს, როგორც წესი ესე ხდება. განსაცდელები გვაქვს და ეს ამ განსაცდელებზეც საუბრობს. ზურგს ნუ შეაქცევ მწუხარებებს, რამე თუ მათ მიერ ჭეშმარიტებას შეიცნობ. ნახეთ რა საოცარ ამას ამბობს. ჭეშმარიტება თავად ღმერთია. განსაცდელებით ადამიანს შეუძლია ღმერთის შემეცნება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ნუ შეუშინდები განსაცდელებს, რამე თუ მათი მეშვეობით პატივს მოიპოვებ. ილოცე რომ სულიერ განსაცდელში არ შეხვიდე და ეს ძალიან ადრეს მე ბევრჯერ გითხარით, არის განსაცდელი სულიერი, რომელსაც მამაო ჩვენოში ვთხოვთ რომ არ შეგვიყვანოს. და არის განსაცდელი მატერიალური, გარეგანი. ხოლო ხორციელი განსაცდელებისათვის მთელი სიმტკიცით მოემზადე. ანუ სულიერი განსაცდელში არ შეხვიდე და ჯობია რომ სულიერ განსაცდელში არ აღმოჩნდე და ღმერთს უნდა სთხოვა ეს და მამაო ჩვენოს ჩვენ ამას ვთხოვთ. ეს არის განსაცდელი, როდესაც შენი სული დგება ძალიან ცუდი არჩევანის წინაშე. და შეიძლება იმ არჩევანმა დაღუპოს სულიერად, მაგრამ რაც შეეხება ხორციელ განსაცდელს, ამისთვის მთელი სიმტკიცით მოემზადე, რადგან მათ გარეშე შეუძლებელია მიუახლოვდე ღმერთს. ხორციელი გაჭირვება, პრობლემები, უსამართლობა ჩვენ თავზე, აი რაღაც ამ სტილის, ეს არის ავადმყოფობები და ასე შემდეგ. ეს არის სამსახურის დაკარგვა და ვიღაცამ დაგჩაგრა და ეს არის ხორციელი განსაცდელი და სულიერი განსაცდელი არის მაგალითად მინდა რომ იმ რაღაც სიბინძურეს უყურო, ჩავთო. უყურო თუ არ უყურო, მინდა რომ წავიდე კაზინოში ვითამაშო თუ არ ვითამაშო. გესმის? ეხა ერთი სული მაქვს წავიდე ჩემ დაკალთან და იმ მეორე დაკალზე საშინად ვიჭორავ რა. ერთი სული მაქვს ვიხჩობი სანამ იმას არ გავასწორებ მიწასთან ამ დაკალთან. ესენი არიან სულიერი განსაცდელები და ეს არის ძალიან საშიში. მას შეუძლია ჩვენი დაღუპვა. ხოლო ხორციელი განსაცდელიც ჩვენ არ გვეშინია, ჩვენ არ სიკვდილის არ გვეშინია. იმიტომ რომ ხორციელი განსაცდელებით ჩვენ ღმერთს იმიტომ უახლოვდებით, რომ მეტად მებრძოლნი ვხდებით, მეტად უშიშარნი ვხდებით. და იმიტომ რომ მათშია დამარხული, ნახეთ, ღმერთს რატომ უახლოვდებით, მათშია დამარხული ღვთაებრივი სიმშვიდე. რა უცნაურია, ღვთაებრივი სიმშვიდე განსაცდელში. ქრისტეს ემსგავსები. იმიტომ რომ რას ნიშნავს? განსაცდელით მოთმინებაში ვარჯიშობ და მოთმინება ღვთისადმი იმედს
გიძლიერებს და ღვთისადმი იმედი რომ შენში ძლიერდება, შენში ისადგურებს ნდობა ღვთისადმი და ეს შენში ბადებს სიმშვიდეს ბადებს. და ეს პროცესია, რომელშიც ადამიანი განისწავლება. ვინც ხორციელ განსასწრებს გაურბის, ის გაურბის სათნოებებს. უფალე პიტაპრო გეუბნება, შენი ჯვარი კი არ გადააგდო, აიღე და გამომყევი. გახსოვთ ხო სახარებაში? გულისხმობ არავნებების მიერ მოგრილ განსაცდელებს, რაც სულიერი განსაცდელია, არამედ წუხარების მიერს. ვნებების მიერ მოგრული განსაცდელი არის სულიერი განსაცდელი, რომელიც სულს კლავს. ხოლო წუხარება ამ ქვეყნიური, ის ჩვენ გვაძლიერებს და უფრო მტკიცეს გვხდის. აი ესეთი შეუპოვარი არის ქრისტიანი და ისააკ კასურის ეს სიტყვები კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ როგორი ცეცხლია სინამდვილეში დავანებული წმინდანებში და ეს ფაქტობრივად არის შეიძლება ვთქვათ იგივე სახარების განმარტება წმინდანების სიტყვები, ამიტომ წმინდანები იკითხეთ სახარებასთან, სამოციქულოსთან ერთად სიღრმისეულად გაიაზრეთ, გაითავისეთ, რომ ის ცეცხლი, რომელიც ამ დიდებულ ადამიანებში ანთია, თქვენს გულებშიც გარდამოვიდეს და თქვენ გულებშიც აღენთოს. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.